ეს დოკუმენტი უპირველესად არის პოლიციის შესახებ კანონი, სადაც ზოგადი სურათი არის მოცემული და აქ არის განსაზღვრული ის სპეციალური საშუალებები, რომელსაც იყენებს საპოლიციო დანაყოფი ასეთი აქციების და მასებზე ზემოქმედების თვალსაზრისით. ეს არის ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება და სხვა, მაგალითად, სხვაში ითვლება მაგალითად საღებავი, რომელთაც ხდება დამნაშავის მონიშნა და ასე შემდეგ, სამსახურებრივი ძაღლი და ასე შემდეგ არის ეს ჩამონათვალი. თუმცა ყველაზე საყურადღებო არის და საინტერესო სწორედ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ქიმიური საშუალებები. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლიციის შესახებ კანონი არის ზოგადი სამართლებრივი აქტი და მას კიდევ ერთი სამართლებრივი აქტი არსებობს ასეთი, რომელიც უფრო დეტალურად შლის, შედარებით დეტალურად შლის თუ რა პერიოდში უნდა გამოიყენონ, რა ვითარებაში უნდა გამოიყენოს ესა თუ ის სპეციალური საშუალება პოლიციურმა დანაყოფმა. და ეს არის მაგალითად მინისტრის ერთი ბრძანება ნომერი 1006. აქ საინტერესო არის ეს ბრძანება იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ პოლიციამ სპეციალური საშუალება უნდა გამოიყენოს უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე და ამავდროულად გაითვალისწინოს პროპორციულობა. რაც შეეხება ქიმიურ საშუალებებზე, უფრო მეტი დეტალური, ასე ვთქვათ, აღწერა გამოყენების თვალსაზრისით, ეს არის მინისტრის ბრძანება შეკრებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე. ეს ბრძანება თარიღდება 2021 წლით და აქ არის მაგალითად საუბარი ისეთ საკითხებზე, როგორიც არის, რომ მაგალითად პოლიციამ არ უნდა გამოიყენოს ქიმიური საშუალებები იმ დროს, იმ ადგილას, სადაც უკვე გამოყენებული იყო რაღაც გარკვეული პერიოდის წინ ეს ქიმიური საშუალება და ასევე განსაზღვრავს რა ინტენსივობით, რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ამ ქიმიურ საშუალებებს. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ასევე ის, რომ ეს დოკუმენტი საჯარო სივრცეში, მაგალითად საკანონმდებლო მაცნეზე არ არის ატვირთული, არ იძებნება ეს დოკუმენტი, თუმცა ჩვენ მივმართეთ წერილით შინაგან საქმეთა სამინისტროს და პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. ამ საკითხზე მუშაობდა ასევე ადამიანის უფლებათა ცენტრი და ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ისინი ეყრდნობიან ამ ბრძანებას, როგორც ჩანს, მათ გამოითხოვეს ეს ბრძანება და ამ ბრძანებას ციტირებენ. აქ საუბარია სწორედ იმაზე, რაც აღვნიშნე, რომ ერთი და იგივე ადგილას რაღაც არ შეიძლება ინტენსიურად გამოიყენონ ქიმიური საშუალება. ასევე თქვათ არალეტალური იარაღი, რეზინის ტყვიები, რომ არ უნდა ესროლონ დამიზნებით ისეთ სიცოცხლისთვის საშიშ ადგილებში, მაგალითად მუცელში და ასე შემდეგ. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ბოლო პერიოდში ქიმიური საშუალებების შესახებ საუბარი სწორედ დაიწყო მას შემდეგ, რაც BBC მოამზადა დოკუმენტური ფილმი, სადაც საუბარი იყო, რომ ქიმიური საშუალებები ადამიანს გამოუსწორებელ ზიანს აყენებდა, რაც იყო გამოყენებული ბოლო 1 წლის წინ მიმდინარე აქციების დროს. ზოგადად ქიმიურ საშუალებებზე ვესაუბრეთ სტუმარს და ჩვენ შეგვიძლიათ ეს ინტერვიუ ვნახოთ ახლა ეთერში. საპოლიციო დანაყოფების მიერ სხვადასხვა სპეციალური საშუალებების ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ საუბარს სტუმართან ერთად განვაგრძობთ, ჩვენს კითხვებს უპასუხებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ჩხობაძე. მოგესალმებით ქალბატონი ნინო, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ეხებოდა 2024 წლის დეკემბერში მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენებულ სხვადასხვა სპეცსაშუალებებზე საუბრისას ნახსენები იყო ამ განცხადებაში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება. მათ შორის იყო პირველი, რომელიც იყო აღნიშნული 4 დეკემბერს ღამით გამოიყენეს ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი. იმისთვის რომ უფრო ცხადი იყოს მაყურებლისთვის, რასთან, რა ქიმიურ საშუალებასთან ჰქონდა ადგილი, გამოყენებას ჰქონდა ადგილი, რომ განმარტოთ რა
ტიპის საშუალებაა ეს, როდის იყო გამოყენებული, თქვათ, როდის ამ ტიპის საშუალების გამოყენება როდის ხდებოდა მსოფლიოში თუ ზოგადად და ასევე რა რეგლამენტი, რა პროტოკოლი არის დაცვა საჭირო იმისთვის, რომ დაზიანების ეფექტი მინიმალურამდე იყოს დასული. ესე იგი, პირველ რიგში დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ შეიძლება განმარტო რაღაცეები, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენმა სამართალდამცავებმა განმარტება ვერ გააკეთეს სერიოზულად და არადამაჯერებელი იყო ბევრ შემთხვევაში ნებისმიერი მათ მიერ გაკეთებული ასე ვთქვათ განცხადებები. კი, მესმის რომ ქიმიკოსები არ არიან, მესმის რომ მათ ძნელია წარმოსათქმელადაც კი ესეთი რთული ნაერთი ეს არომატული ნივთიერება თავისთავად და ძალიან ორგანული ქიმიაა, ასე ვთქვათ. CS ეს არის მოკლე აბრევიატურა ამ გაზის, სხვადასხვა წყაროებით, სხვადასხვა რაღაცას იწერება, ამას იასამანიც კი ქვია ზოგ შემთხვევაში, ესე ვთქვათ, გამოყენების თვალსაზრისით. ეს არის არა სუნი არა აქვს, ეს არის კრისტალური ნივთიერება, თეთრი, ძალიან ბევრ შემთხვევაში თეთრი, რომელიც პრინციპში გამოიყენება როგორც აირი დასაშლელად დემონსტრაციების. ესე უწერია პირდაპირ დანიშნულებში, თუმცა ითვლება, რომ ეს არის სამხედრო დანიშნულების. ანუ როგორც სამხედრო, ესე ვთქვათ, გაზი გამოიყენება სერიოზული დემონსტრაციების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოყენებულა პოლიციელების მიერ, ბევრად არა, იმიტომ რომ ბევრი ქვეყანა არ ხმარობს ამ ნივთიერებას, ცდილობენ რომ არ იხმარონ. პრობლემატურია ეს ნივთიერება თავისი მონაცემებით. მაგის შენახვის წესი არის ცოტა რთული, მაგის გარდა ჩვენ რა გვაინტერესებს და რა კითხვები დაგვებადა, რატო არის ასე ვთქვათ გარკვეული აღელვება განცხადებების მერე, იმიტომ რომ ჯერ ერთი ძალიან ადრე იყო ნაყიდი, ვადა მას აქვს, როგორი შენახვის წესში იყო შენახული, როგორ არის მე კი ვახსენე რეგლამენტი, პროტოკოლი, აი როგორ შეიძლება რომ გამოიყენო, როგორ შეიძლება არ გამოიყენო, მამას აქვს მნიშვნელობა, კონცენტრაციას აქვს მნიშვნელობა, ანუ ვოზის მიხედვით 0.001-დან 0.05-მდე უნდა იყოს მილიგრამი კუბომეტრში წყლის, ანუ ლიტრში, ანუ 3 კუბომეტრში, ანუ რეალურად კუბომეტრში ძალიან დიდ მოცულობაში უნდა იყოს, ასეთი ძალიან ცოტა უნდა იყოს, ანუ არ შეიძლება სხვანაირად გამოყენება. გახსნის თვალსაზრისით და ეს არის რთული ნივთიერება, ესეთი მარტივი არ არის, ამიტომ ცდილობენ არ გამოიყენონ სხვა პოლიციური დანაყოფები. თუმცა ამისთვის არის შექმნილი. შექმნილი 1928 წელს, ანუ ძალიან შორს არა ვართ, ესე ვთქვათ 30 წლისგან. ნუ 28-ში შეიქმნა და იყო ინსტრუქციაში მას უწერია, ანუ განაწესში, რომ შეიძლება იყოს გამოყენებული საპოლიციო ძალების მიერ. თქვენ ახსენეთ, რომ ამ აირს ამ ქიმიურ საშუალებას არ აქვს სუნი და არის თეთრი ფერის. შეუძლია თუ არა გარკვეული იგივე რეგლამენტის პროტოკოლის შენახვის პირობების დაცვის დარღვევის გამო შეეცვალა ფორმა? კი, შეეძლო. არა მარტო მაგას, კიდე არის მინარევები, რომელიც გამოყენებული იქნა ამ დღეს, როგორც აცხადებს ჩვენი ესე ვთქვათ უშუალოების სამინისტრო. და იქაც არის ეს მითითება, რომ მათ დაშლის შედეგად, ანუ სინათლეზე მოხვედრის შედეგად, ან რაღაცის არასწორი პირობების შედეგად შეიძლება ფერი შეიცვალოს. ეს ცნობილია ქიმიისთვის, ეს ჩვეულებრივი არის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჩვენ ვიცოდეთ. რა პირობებში ინახებოდა? როგორ ინახებოდა? ტემპერატურული რეჟიმი როგორი იყო ამ ნივთიერებების რო ინახებოდა? რა ეწერა ინსტრუქციებში და პროტოკოლებში და რეგლამენტებში? როდის უნდა გამოეყენებია? ვის ჩაუტარდა ინსტრუქტაჟი გამოყენებასთან დაკავშირებით? იყო თუ არა სპეციალიზირებული, ანუ იყო თუ არა ადამიანი, რომელსაც შეეძლო ზუსტად აეხსნა ოპერატორისთვის, რომელიც მანქანაში იჯდა, რამდენი წუთი უნდა დაეჭირა, რომ გაეშვა ეს გაზი. ანუ ამას სჭირდება, ეს არის
არის რეგლამენტი უკვე, ხო, როგორ უნდა ერთი არის შენახვის პროტოკოლი, როგორ უნდა შეინახო ნივთიერება, მეორე არის გამოყენების როგორ უნდა გამოიყენო და მესამეა როგორი კონცენტრაცია უნდა იხმარო და როდის უნდა იხმარო, არის იყო თუ არა საჭიროება, ეს ცალკე თემაა. ანუ ამაზეც კი პასუხი უნდა გაგვცეთ. იყო საჭიროება ამის გამოყენებისა, იმიტომ რომ ეს არის როგორც წესი შეარაღებული, ესე ვთქვათ, კონფლიქტების დროს გამოყენებული, როცა ხედავენ, რომ არეულობაა ძალიან დიდი, მაგ დროს იყენებდა რამდენიმე პოლიცია ამას, ანუ ისტორიაში არსებობს ეს, მაგრამ იყო კი აქ საჭიროება ამისი, ესეც ვინ გასცა ბრძანება, ოპერატორი ვინ იყო, ინსტრუქცია ჩაუტარდა თუ არა, ეს ინსტრუქციები სად არის, როგორ იყო დაცული ეს ნივთიერება, კიდე ერთხელ ბზეზე მოხვედრიდან შეიძლება სულ სხვა ნივთიერება მივიღოთ, ანუ იშლება ეს, ანუ ესეთი ორგანული ნაერთია. ანუ ცოტა რთული ქიმიაა. მე მესმის, რომ შეიძლება ქიმიკოსი არ ყავდეთ, მაგრამ ამ სიტუაციისთვის უნდა ყავდეთ სპეციალისტი, რომელსაც ეს ესმის. რატომ არის მნიშვნელოვანი რეგლამენტისა და შენახვის პირობების დაცვა ესეთ ქიმიურ ნივთიერებებთან, როცა არის საქმე? ეს დაკავშირებულია მისი დაზიანების ეფექტის მომატებასთან? კი, დაკავშირებულია, იმიტომ რომ მაგალითად ეს ნივთიერება თუ არ მეშლება, ზუსტად რომ დაშლის შემთხვევაში ნივთიერება არამდგრადია მზის სხივებთან დაკავშირებით და შეიძლება გამოიწვიოს ფოსგენი. ფოსგენი ერთ-ერთი მომწყალვარი შხამია. მეორე ნივთიერება, რომელიც იყო გამოყენებული, მას ახასიათებს თვისება ხლორტრიეთილბენზოლი, რომელიც იყო ბოლო მესამე გამხსნელი. ის გამოიყენება ტყავის დამუშავებისთვის, ანუ ამ შემთხვევაში გამოიყენება ტყავის მრეწველობაში, ასე ვთქვათ, ეს არის მისი მთავარი დანიშნულება, გაწმენდა ზედაპირების, ასე ვთქვათ, ცხიმოვანი ლაქებისგან და ასე შემდეგ. თუმცა საუბარი იყო ნახტის სახით ამოვიღეთ ესო. ხო, მაგრამ ნახეთ როგორი სიტუაცია. ამასაც კი გააჩნია თავისი დაშლის მომენტი და მას აქვს სუნი. მას აქვს სუნი და აქ ფერი. აი ამ გამხსნელს. და ყველაზე საინტერესოა, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში ქლორის სუნი არის, ანუ ქლორის და დიქლოფოსის. ანუ დიქლოფოსი იცით, რომ აკრძალულია და არ შეიძლება მაგის გამოყენება და შესაბამისად ესეც იშლება. და ნუ როგორც ვერევით ინსექტიციდებს, ანუ ტარაკნებს და სხვადასხვა იმებს, დაახლოებით ამისთვის გამოიყენება. ანუ კარგი დეზინფექცია ჩავატარეთ რუსთაველზე აშკარად, მაგრამ უკაცრავად, მაგრამ არ შეიძლება იმასაც დოზირებები აქვს თავისი. მესამე ნივთიერება, რომელიც იყო გამოყენებული, ეს ჩვეულებრივი სპირტია, სპირტის ნაირსახეობა, რომელიც ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაზე არ აძლევს. აი ეს ორი პირველი CS-ი და მესამე გამხსნელი ეს აძლევს ტრიბენზოლნიკოლი ეს არის ტრიქლორეთილენი. ტრიქლორეთილენი იწვევს კანცეროგენობის დაავადებას, ანუ დაავადების მომენტია და ეს შეიძლება იყოს პრობლემი თუ არასწორი კონცენტრაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ. ამას აქვს მნიშვნელობა. ჩვენი კითხვები მოდის აქედან. რა კონცენტრაცია იყო ნახმარი, როგორ იყო შენახული ეს ნივთიერება, რა ხდებოდა. ამიტომ ვთვლით, რომ რამდენიც არ უნდა ვაკეთოთ საქართველოში გამოძიება იმისთვის, რომ ეს ძალიან სამარცხვინო ლაქა, იმიტომ რომ ეს ქვეყნისთვის არის პრობლემატური თემა. ვთვლი, რომ აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვოს საერთაშორისო ექსპერტიზა. ჩამოვიდნენ სპეციალისტები, ჩვენ ვართ კონვენციის მხარე. ქიმიური იარაღთან მიმართებაში არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ჰაგაში მდებარეობს. ეს ორგანიზაცია იქ უნდა მიმართოს საქართველოს. ჩვენ ვერაფერ გავიხსენე, ვინ არის პასუხისმგებელი ამ კონვენციის განხორციელებაზე საქართველოში, რომელი უწყება თავდაცვა თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათ უნდა მიმართონ, მოითხოვონ ექსპერტიზა, ჩამოვიდნენ ინსპექტორატი, შეამოწმონ ყველაფერი.
ყველაფერი და თუ ყველაფერი კარგად არის, მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად არის, სწორად იყო გამოყენებული და პრობლემები არ იყო. თუმცა სიმპტომები მოსახლეობას მაინც შეემჩნეოდა და ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ ჩამოვა საერთაშორისო ექსპერტიზა. და მინდა მოკლედ ბოლო კითხვა დაგისვათ, რატომ არის ნახსენები ამ პროცესში კამიტი და რა არის კამიტი? რითი განსხვავდება სხვა? კამიტი არის ქიმიური იარაღი და სერიოზული ქიმიური იარაღი, რომელიც იყო გამოყენებული და მერე იყო აკრძალული. ანუ მათ ჩვენ გვაქვს ეს კაფიოთ ნათქვამი, რომ ეს არ შეიძლება მაგის გამოყენება და ყველა რეგლამენტით ეს არის ამოღებული, ასე ვთქვათ, ხმარებიდან. კამიტი პირველი მსოფლიო ომის დროს იყო, მაგრამ ეს არ არის კამიტი, ანუ საქართველოს მთავრობას ნამდვილად კამიტი. სავარაუდოდ ითქვა ფილმში, რომ შეიძლება ეს იყოს, იმიტომ რომ იმავე ჯგუფის არის თითქმის, მაგრამ მაინც განსხვავებულია.